არა უმაღლესი არ მაქვს დამთავრებული, ყველას გონია რომ აკადემია მაქვს დამთავრებული. განათლებით პროფესიით ვარ კერამიკოსი. ან დოქების გაკეთება და ზედმოხატვა. ვინ ვიქნებოდი რომ არა მხატვარი. მთელი ჩემი ბავშვობა მამა ჩემი სცენარისტია, კინოსცენარისტი და ტრიალებ მსახიობებთან და სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი მსახიობი. ალბათ რომ არა მხატვარი ვიქნებოდი მსახიობი. აპერხილი ულოშები. არ ვიცი რა მომწონს საკუთარ თავში. საკუთარ თავში აი ესე რომ აი რაღაცა მომწონდეს ეგეთი რაღაც, ბევრი რაღაცა არ მომწონს. ესე არ ვიზამდი, ესე ვიზამდი და ასე შემდეგ, მაგრამ საკუთარ თავში მომწონს ხო, პუნქტუალურობა. წამზე მაქვს ყველაფერი გათვლილი. თუ მყავს კუმირი, მაგალითად მხატვრობაში. ბევრი მხატვარია, ვინც მეხატვა მასწავლა, ვიზეც გიждები, ვინც დიდ სითბოს მაძლევს ასე შემდეგ. მხატვრებშიც არსებობენ კუმირები, მსახიობებშიც და ასე შემდეგ. ისე კონკრეტულად რომ აი შენ ჩემო კარგო ხარ კუმირი, ეგეთი რაღაც არ არის. ჩემი სპორტი არის ხატვა. ანუ ბავშვობაში დავდიოდი ფეხბურთზე, როგორც ბევრი ბავშვი დადის ხოლმე. და დავდიოდი ალპინიზმის წრეზე. ანუ თიდან რო ვარ, მიყვარს კლდე. თუმცა გრძნობრო სპორტული არა ვარ. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა რომ სულ მეხატა. და ის ჩემი სურვილები, რაც მინდოდა, მე მგონი გამომივიდა, იმიტომ რომ გრძნობდი რომ ხატვის მეტი არაფერი არ მინდოდა ბავშვობაში. სწავლა ის რომ აი თავი მომეკლა ეგეთი რაღაც არ ყოფილა და თავს ვიკლავდი ხატვაში. ნიჭი რომელიც მინდა მქონდეს საბედნიეროდ ღვთისწყალობით მაქვს, თუმცა არ მე ხმამაღლა ვიტყვი რომ არ ვარ აი საოცარი მხატვარი, უბრალოდ ჟურნალისტები შვებით იმას რომ აი რა კაი ბიჭია ზალიკო. თუმცა ალბათ ეს შრომაშვება. ნიჭი რომელიც მინდა მქონდეს ეს არის ხატვის ნიჭი. ჩემი ჰობი ასევე არის ხატვა და თოჯინების კეთება. რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს. ოღონდ ეს თოჯინები არის აი ბავშვობაში ანიმაციური ფილმების ყურება რომ მიყვარდა და ეხაც მიყვარს მულტფილმების ყურება. ის ცნობილი ქართული მულტფილმების, თოჯინური მულტფილმების გმირები აი ახლოდან მაქვს ნანახი და სულ მინდოდა რომ აი მე როგორ გავაკეთებდი და იმის გარდა რომ ხატავ, ვაკეთებ თოჯინებსაც. ძალიან ბევრი რამეა, რასაც არ გავაკეთებ. რას არ გავაკეთებ არასდროს. აი უბედურებას არ გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ესე მგონია, მაგრამ ბევრი რაღაცა ისეთი გავაკეთო, ვიღაცისთვის უბედურება იყოს და ვიღაცისთვის ბედნიერება, მაგრამ აი ჩემს პრინციპებს რომ ქვეყანაზე უნდა თესო სიკეთე, ანუ არ გავაკეთებ არასოდეს ბოროტებას. კაცის სკოლა ტყუილი, რომელიც ასევე კაცის სკოლას შეიძლება გამოიწვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამეა, რასაც არ გავაკეთებ. ნანობ ეხლა რო ვფიქრობ, აი რას უნდა ვიცით? აი მაგალითად რაღაც სულებს, აი იმას ესე არ გავაკეთებდი. მაგალითად ეხლა რო დამაბრუნა ჩავაბარე თოიძეში. არ ჩავაბარებდი თოიძეში და დავამთავრებდი სკოლას და მე ცოტა სხვანაირი გზით წავიდოდი. არ აი ეხლა რო ვფიქრობ, ბევრი რაღაცა სანანებელი, აი ბევრ დროს რომელიც უქმად გამიტარებია, აი იმას ვნანობ. ეს იყო პეტერბურგში პირველი კოცრა. არ ვიცი, ეგ მე ის იმდენი კოცნა იყო რომ დაგავიწყდება რა. აი ეს მომენტი არ მაქვს რომ აი პირველი კოცნა მახსოვს ისე რომ რო არის შლება. ხო არის ეგეთი. ჩემში არ ყოფილა ეს. არ დაილექა ჩემს გონებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად. სიყვარულს როგორ ავხსნი ჩემი სიტყვებით? შეიძლება ნახატით. მე ხო სიტყვების მაგივრად ჩემი სიტყვები ხატვა. შეიძლება პირდაპირ თქვა, მოვიდე და სიყვარული აგიხსნა გითხრა. შენ ძალიან ლამაზი გოგო ხარ და მე შენ ძალიან მიყვარ ხარ. მე ვერ ვხედავ დაბრკოლებას, რაც გულში გაქვს უნდა გადმოიტანო. თუმცა ალბათ როცა
არსებობენ შეყვარებლები, რომ ვერ ამბობენ. თქვი რა, შეოჯახ აშენებულო თქვი რა. ამით იმ გოგოსაც გაახარებ. ყველაზე ბედნიერი ვიყავი ძალიან ბევრი მომენტი მქონდა. მაგალითად, შვილი რო შემეძინა და ესე დავიჭირე. ესე რომ მიყურებს გაშტერებული თვალებით. ისიც იმ მომენტში ალბათ ბედნიერი იყო. ყველაზე ბედნიერი ვიყავი აი ესე როგორც შენ გიყურებ ჩემთვის აი ძალიან მაგარი ადამიანი პოლ მაკარტნი რომ ნახე. ყველაზე ბედნიერი ვიყავი ჩემი უზარმაზარი მასწავლებლის რემბრანტის ფუნჯი რო დავიჭირე მის სახლ-მუზეუმში და კინაღამ გამაგდეს. როგორ შეიძლება ხელი მოკიდო და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი შემიძლია ესეც ამ თემაზეც დილამდე გელაპარაკო. ქალი ჩემთვის არის იცით როგორი რაღაცა ყველაზე მთავარივით. აი წარმოიდგინე მე მხატვარი არ ვიქნებოდი. მე თვითონ ადამიანიც არ ვიქნებოდი, ქალი რომ არ იყოს ჩემთვის ყველაზე მთავარი. მაძლევს დიდ სტიმულს რომ ვხატო. ჩემ პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს აი რა. ზოგადად ჩემი პროფესია არის კარიკატურების ხატვა და რო დავხატავდა ის ადამიანი რო არის ბედნიერი და გახარებული. კისკისებს იცინის თავის თავს რო ყურებს, ხვდებას იცინის ისიც და სხვაებიც. და როცა ხარ კაი ხასიათზე, აუცილებლად კეთილ საქმეს გააკეთებ. და აი ეს ძალიან მომწონს ჩემ პროფესიაში. საუკეთესო რაც მაქვს ეს გულში არის რწმენა. სიყვარულის რწმენა, ღვთის რწმენა, ადამიანების და საქმის. აი რასაც ვეფერები და ძალიან მიხარია. საუკეთესო რაც ყავს. ჩემი მშობლები, შვილები, ცოლ-შვილი. აი ის ხალხი, ვინც ჩემი დიდი ძალა არის. საუკეთესო რაც მაქვს. ფუნჯი და ფანქარი, რითიც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. განვიცდი მე გამზარდა ბებია. თუმცა დედაჩემიც და მამაჩემიც ჩემ გვერდში იყვნენ, მაგრამ ჩემ გამზრდელად ბევრი რამე მასწავლა არის ბებია, რომელიც აღარა ამ ქვეყანაზე ღმერთმა გაანათლოს და აი უიმისობას გამიცდი. და ხშირად სულ მის სახელს ვახსენებ ოღონდ იუმორის თვალით და ბევრი შეიძლება ვერც იგებს და გონიათ რომ кайფობ, მაგრამ იმის გახსენება აი განცდას ცოტა იმაშობა მიკარგავს და ამიტომ ვამბობ. ჯერა რომ აი ჩემი ფიქრი არის ჩემს სამშობლოს უტრიალებს, ჩემს ქვეყანას, ჩემი ქვეყანა ხო თავად ჩვენა ვართ ყველანი. და მჯერა რომ მინდა კიდე რომ უკეთესი იყოს და მჯერა რომ ეგრე იქნება, იმიტომ რომ ჩემს გარშემო უამრავი ბავშვი ტრიალებს და ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და მჯერა რომ საქართველოს იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე არის, იმიტომ რომ ეს ჩემი ბავშვები გარშემო რო ტრიალებენ, გაიზრდებიან და საოცარ ამბებს იზამენ. მინდა გავიცნო აი იცი როგორი რაღაცაა, მინდა რომ გავიცნო და საქართველოში ძალიან ბევრს ხო ვიცნო ჩემი საქმისა და სიტუაციის გამო, მაგრამ საზღვარგარეთ არიან ძალიან ბუმბერაზი კარიკატურისტები, ჩემი კოლეგები და დიდი სიამოვნებით მინდა გავიცნო ეს ხალხი. აი ვერ წარმოიდგინეთ როგორი მაგარი ხალხი არიან. რომლებიც ჩემს პროფესიასაც სტიმულს და ჩემს საქმეს მე რასაც ვაკეთებ, აძლევენ სტიმულს, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ამ ხალხს. ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე ვამბობ. კანფეტ მამალო. მაგასაც ვამბობ და გააკეთე ეს საქმე თორე ბებია ჩემი მატრონა გააკეთებს ამას, ადგება საფლავიდან გააკეთებს ამას ხშირად წეღარა ცხოტკი ბებიაზე. აი ხშირად ვამბობ ხოლმე და მე ფრაზაში გადაიზარდა. ყველაზე რთული პერიოდი შენ პატარა ხარ და ბევრს ალბათ არც ეხსოვება 90-იანი წლები.
წარმოიდგინეთ პურის რიგი შუქი არა, დენი არა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ყველაზე რთული იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების სხვათა შორის ნაყოფიერი წლები იყო ეს 90-იანი. მთავარი შეხვედრა. არ ვიცი, რამდენად მთავარია ახლდან პოლ მაკარტნი რო ვნახე. რამდენად მაგარია მაკარევიჩის რო ჩავეხუტე და რამდენად მაგარია ბევრ ადამიანს ცნობილ ვარსკვლავს რო ბერტჰარტსა ესე ჩავეხუტეთ მე და ბერტჰარტი და ტანია მარია და აი ეს ბუმბერას მსოფლიო მნიშვნელობის ბუმბერას ადამიანებს რო ჩაეხუტები. ალბათ ეგაა ჩემთვის მთავარი შეხვედრა. ოჯახი რა არის ჩემთვის? დიდი სტიმული რომ აკეთო საქმე. იყო წარმატებული, იყო ბედნიერი, იყო ის როგორც მთავარი ბირთვი არის. წარმოიდგინეთ, ქვეყნის წარმატებაც ძლიერი ოჯახია. მე თუ ძლიერი ოჯახი მაქვს, შენ, სიყვარული არსებობს, სიკეთე არსებობს და ასე შემდეგ, ქვეყანა ყოველთვის იქნება ფეხზე. წარმოიდგინე ოჯახში არის ძალადობა, უბედურება, ზიზღი და ასე შემდეგ სახელმწიფო, რომელსაც ჩემი საყვარელი სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ქვია, არის ცუდად. და მინდა რომ მარტო ჩემ ოჯახში არ იყოს სიძლიერე, მთელ ჩემს ძვირფას ოჯახებში, საქართველოს ძვირფას ოჯახებში იყოს დიდი ძალა. იცით როგორი რაღაცა, აი რო გითხართ პირველი სიყვარული, ახლა ბაღში რო გიყვარს, რა არ არის პირველი სიყვარული, სკოლაში რო შესციცინებ ერთ-ერთ მოსწავლეს, თუმცა შეიძლება ვერ უთხარი და მე რა უთხარი, მე შენ მიყვარხარ რა პრობლემა. მე იქ თოიძეში, მე იქ აი ეს მომენტი რო რომელს დავარქვა პირველი, როცა გიყვარს ისიც სუპირველია ჩემთვის. აი როგორ გითხრა, კივილის გარეშე ის სიხარულიც არ არსებობს. აი ყოფილა რაღაც იმედგაცრუება, იგივე სიყვარულში, იგივე შენ საქმეში რაღაცა გინდა ვიღაცა მოგატყუა და აი ან დახატვა არ გინდა რაღაცის, ან ის ტკივილი ხო არის? ყოველთვის ეგრე როცა არის ტკივილი, იქ გვერდზე დიდი სიხარული არსებობს. გავლა საჭირო ტკივილის რომ შენ დაინახო და მიხვდე რა არის სიხარული, რა არის სიყვარული, რა არის კარგი. ან ცუდი აუცილებლად უნდა არსებობდეს. აი კონკრეტულად რომ აი ეს შემემთხვა, ან ეს მოხდა, ამის მოყოლა თუ გინდა დილამდე ვისაუბროთ ამბავია, ბევრი პატარ-პატარა ტკივილებით არის შეჯერებული ჩვენი ცხოვრება. არაფერს არ მწვენი გავიხადო? არ ვიცი, რის მწვენია. იცით, მე ვცდილობ რომ ხატვარი თავისუფალი უნდა იყოს და ხატავდეს და ეხა ფუნჯი და ფანქარი რომ მომიტანო, შეიძლება აქ უცებ რაღაცა დავხატო რომ მომინდეს, მაგრამ აი რა რისი შემრცხვევა და ეხა ვფიქრობ. შეიძლება აი ზღვარ გადასულობის, რაც შეიძლება კარგია ხატვრისთვის, თავისუფალი ხარ და დამოვწევი ეხა უკაცრავად ეხლა აქ და ცოტა მიუღებელია, მაგრამ ამის შეიძლება არ შემცვლეს. მინდა რომ ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ უზრდელობაში რომ გადაგივა რაღაცა, ხო უნდა დაფიქრდეს და უცებ რო აღმოაჩენ რომ ძალიან ცუდი რაღაც გააკეთე. ამ შენი ასე თქვა თავისუფლებით უკვე მაგის უნდა შეგრცხვეს, არ უნდა შეგრცხვეს, მაგრამ მე ვცდილობ რომ არ შემცხვეს არაფრის. რას არ ჩავიცმევ არასდროს? აი ხა ისეთ როგორი რაღაცა კაბას ხო არ ჩავიცმევ არა. აი ისეთ დასაცმელს, რაც ჩემი არ არის. იგივე დავუშვათ ბევრნაირი რაღაც კოსტიუმი ის კი არა სპაიდერმენის ფორმაც კი ჩამიცვავს იდეაში ისე ქუჩაში რო გავიდე სპაიდერმენის ფორმით აი რაღაც რაც ამაზე რზენია რაც ზისხს მოგურვის ჩემს გარშემო ჩემს საყვარელ ადამიანებს იმას არ ჩავიცემ არასდროს
ყველაზე სექსუალურ ქალად ვინ მიმაჩნია ანაკა რა ვიცი როგორ ვთქვათ აი შოკოლადისფერი ნაუმი კემბელი თინა ტერნერი მიყვარს მაგრამ აი ძალიან ჩემთვის არის დიდი ენერგია და დიდი სექსუალური ხალია აქაც არიან ახლა ლამაზი ქალები ეგრეც არ არის მაგრამ ამით მე ეს თავში აუვარდებათ არ ვიტყვი მე თინას ვეტყვი პირადად მაგას და ნაუმი კემბელს რო შევხვდები მაშინ სამი ნივთი რომელიც სულთან დამაქვს საათი რომლის გარეშეც და მოიდა დრო რომლის გარეშეც წარმოიდგინეთ თან დამაქვს კი არა საწოლშიც არ ვიხსნი ეს ერთი მე თუ გინდა მოგიყვებით თელაველებს რატო არ უკეთიათ საათი თან დამაქვს საფულე და ხანდახან ჩემი საფულე ხახს საგავს ანუ რო ჩავიხედავ ტირი ვარ ხოლმე ეს ხუმრობით და მობილური ტელეფონი იმიტომ რომ აუცილებელია კომუნიკაციისთვის და ბევრ საქმეს უცებ ვაკეთებ სასტიკად არ მიყვას დილით ადგომა იმიტომ რომ დილას თუ დგები თელდღე 4 საათზე ვარ ჩემი დილა იწყება 11 საათიდან და დილაში თუ გულისხმობ იყავა დავლია თუ რაღაც შეიძლება ხანდახან არაფერი არც ვისაუზმო და არაფერი არ გავაკეთო და ისე წავიდე სამსახურში და აუცილებლად ერთი ჭიქა ყავა უნდა დავლიო. მოდი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ პატარა მოგონებას გეტყვით. პირველი ინტერვიუ აი როგორც ახლა შედვართ აქ ჩაიწერეს ჩემთან სახლში. მობრძანებული ყავით ისე. სახლში და ქონდა სიცხე და იმდენად კიდე ვინერვიულე რომ უფრო მეტად მომიმატა სიცხე და ვერაფერი ვერ ვილაპარაკე. ეს ჩანაწერი არსებობს და აი რო უყურებ აი რისი ხრცხენი, აი მაგისი ხრცხენია, აი მე ეს როგორ გავიდე ეთერში 10 წლის ვიყავი მაშინ. ეს ჩემი პირველი მოგონება. ეხლა აქ თქვენთან. ზოგადად ჭორებს ცნობილ ადამიანებს უგონებენ ყვებიან რაღაცებს, მაგრამ ეხლა ვიხსენებ რამე ისეთი იცი რა თქვი ეს სალიკო ეხლა რაღაცებს ყვები, მაგრამ ისეთ აი ჭორებს იცით რას შვები ხოლმე დილეიტი რო ქვია, დილეიტს უკეთებ და არ მახსენე აი ვიღაცას რაღაცა უთქვამს, ისა რაღაცა უმნიშვნელოა ეხლა მოსასმენად. მეშინია აი ეს მომენტი შიშით კანკალებდნენ დახურული სივრცის ტორტის ან რაღაც ეგეთი შიშები არ მაქვს, მაგრამ იცით სულ მინდა რომ ხატავდე. როდის მე რომ აი დავჭერთ ჯანმრთელობის გამო ან სიბერის გამო და რაღაც ამ ხედველობის გამო ბევრი რაღაც არსებობს ან რაღაცის გამო ის ჩემი საყვარელი საქმე ვერ გავაკეთო ალბათ მაგის მეშინია რა იქნება მე არ ვიცი მაგრამ აი შიშის გრძნობა აი შეიძლება მეშინე უცებ შემთხვევით ჩუმად რომ მომემპავ და ბუ მითხერ და გული ამი ფანს ხვალდეს შემეშინდება ალბათ მაგის მეშინია კლოუნების მეშინია არა ეგეთი რაღაც არა ხასიათი როგორი მაქვს არავის არ უნახი ვარ დეპრესიული არ უნახი ვარ ცუდ ხასიათზე და ვცდილობ ჩემი საქმიდან გამომდინარე ჩემი გარშემო მყოფი ხალხიდან გამომდინარე სულ იყო კარგ ხასიათზე და ეს ჩვევაშიც გადამეზარდა ეს სიტუაციამაც მოიტანა და ყოველთვის ვარ გახარებული იმიტომ რომ ჩემი გახარებული ღიმილიანი სახით და ჩემი მოქმედებებით ჩემს გარშემო მინდა რომ სულ პოზიტივს ვასხივებდე და ეს მანიჭებს სიამოვნებას და აი გარი პროფესიული ჩვევა რა მაქვს და არ ვიცი აი წარმოიდგინეთ ეგეთი რაღაც არ ვიცი თუ წარმოიდგინეთ რომ ქუჩაში და სადაც არ უნდა ვიყო რომ უყურებ ეგრევე ჩემი წარმოდგენით ხვდები რა გამოვანახათში და უყურებ აი მას როგორ დავხატავდი ამას რას უზავდი
და მეტროში მიყვარს სიარული, იმიტომ რომ იქ უფრო კარგად ჩანს, კაი საჩემო ტიპაჟები და ჩვევათ მაგ ადამიანების დაკვირვება. შევხედოთ და მომეწონება გავივლი შევხედო, დავტკბები და ამით დიდ სტიმულს მაძლევს ეს. შენზე რას ამობენ, არ ვიცი, მაგრამ ჩემზე ამბობენ, რომ კაი ტიპია. ეს ვინ არის წვერები, აი გაბორძგული ადამიანი. არ ვიცი, რას ამბობენ. მე რასაც ვხედავ, კარგს ამბობენ და ვინმე ცუც თუ იტყვის გული გაუპოს ეს სიმღერა. არ ვიცი, ჩემზე ყოველ შემთხვევაში კარგს ამბობენ და თუ ვინმე ორპირია და გულქვა, შეიძლება ცუდი თქვას იქით. ვერ ვიტან. აი ტყუილს ვერ ვიტან რა. მე რა მომდის იცი, შეიძლება ეს გადავყლაპო, რაღაცა გავიარო, მეწყინოს, დავიგრუზო, მაგრამ რაღაცნაირად ამან გამხადოს ცუდ ხასიათზე. და ამიტომ ვერ ვიტან ტყუილს. ბევრ რაღაცასაც ვერ ვიტან. შეგვიძლია ბევრ რამეს ვიტან, მაგრამ ვითამენ. რაც არ უნდა გადამიხადონ, არ გავაკეთებ. არ გავყიდი სამშობლოს. ფიქრობ, რომ აი სამშობლოს არ გავყიდი, კაი, გასაგებია, მაგრამ რაც არ უნდა მითხრან, არ გავაკეთებ. მაგალითად, ერთხელ იყო, რომ მოდიო, დახატეო რაღაცაო, გვარდასახელს არ დავასახელებ, პოლიტიკოსებიო, ისაო, ესე გავუკეთეო, იქ რაღაცა ტრუბაო, იმასო, უკანა თვალები გამიფართოდა და მაპატიეთ, მაგას ვერ გავაკეთებ. მე ვერ გავაკეთებ ისეთ ნახატს. მოდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომელიც ადამიანს მიაყენებს ზიანს. თუ გინდ ეკუთვნოდეს ეს ზიანის მიყენება. შეიძლება ეკუთვნის იმ ვიღაცას ეს ზიანი, მაგრამ ამას ხო მე რასაც ვხატავ, იმის გარდა რომ დაუშვათ იმას ზიანს მივაყენებ, ჩემ გულს ვდებ ამ ნახატში. ამიტომ მე თუ ჩემ გულს ჩავდებ ჩემ შემოქმედებაში, ამ ჩემმა ნახატმა ზიანი არ უნდა მიაყენოს იმას, ვისაც ვხატავ, რასაც ვხატავ და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი ადგილი. გიჟდები თუშეთს. არ ვიცი თუ არ ხართ ნამყოფი. ხო გაგიათ რა ლამაზია თუშეთი. აი საოცრებაა. ესეთი ადგილი მსოფლიოში არ არსებობს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილ ვარ და რო ჩამოთვალ ამსტერდამი მიყვარს. კარგია. ბევრმა რამდენმა ჩაყლაპა ნერწყვი, წავიდოდი ამსტერდამში. პრაღა მიყვარს. მაგრამ ნარკოტიკივით მგონია თუშეთი. ერთხელ რო წახვალ და სულია შენი საქმე. სულ მიგიწევს გული იქითკენ. თუ გინდათ კითხეთ თუშეთში ნამყოფებს, არა თუშებს, გინდათ თუშებსაც. რა არის თუშეთი? ეს არის ყველაზე საოცარი ადგილი მსოფლიოში. დროის მანქანა რომ მქონდეს, წავიდოდი, ერთი ცაცია კაცი იყო ჩემსათვის, მე ხო ცაცია ვარ. აი მსოფლიოში რაც კი ადამიანები არსებობენ, ამ ერთად რო შეკრიბო, იმათზე ყველაზე მაგარი. ლეონარდო და ვინჩი. აი ვერ წარმოიდგინეთ რა ხელა, ვიღაც მე მგონი უცხოპლანეტელი იყო. დიდი სიამოვნებით, აი ესე ახლოს კი არ მივიდოდი და კი არ ჩავეხუტებდი, აი ესე დავდგებოდი და შევხედავდი და ხო დიდი მადლობა მიტყოდი. და რემბრანდტს ჩავეხუტებოდი დიდი სიამოვნებით. დროის მანქანა რომ მქონდეს. აი რა კითხვა ახლა ეს. როგორ ფიქრობ ქალადო დაბადებული აი ეს გრძელთო მექნებოდა. იმედი მაქვს წვერი არ მექნებოდა, მაგრამ ფიქრობ რომ კიდევ კაი ბიჭად დავიბადე. იმიტომ რომ ეგრე უფრო მომწონს მე და როგორი ქალი ვიქნებოდი არ ვიცი რა, აი ძალიან ისეთი უხერხული კითხვაა ჩემთვის. არა, არ ვიცი. კაი ქალი ვიქნებოდი რა, ალბათ. კაცმა რო თქვას არ ვიცი ვინ ვიყავი. ალბათ იქნებოდა რაღაც ეს ადამიანებში ტვინში წინა ცხოვრებაში მე ვიყავი ბაყაყი ან
ალბათ ვიქნებოდი შემოქმედი ადამიანი წინა ცხოვრებაში. ალბათ, იმიტომ რომ ჩემი ფესვები თუ შეთიდან რომ მოდის ხიდან ვაშლი შორს არ ეცემა, ალბათ წინა ცხოვრებაში თუში ვიქნებოდი და როცა მთაში ცხოვრობ და მით უმეტეს წეგან თუ შეცევი ლაპარაკი, არასეულს შემოქმედი და გიჟი ადამიანი არ იყო. და ესეთივე ზალიკოსნაირი გიჟი ვიქნებოდი რა. ჩემი პირველი კარიკატურა იყო დავხატე 1 წლის რო ვიყავი. წიგნზე დავხატე. რატომღაც. და ამ წიგნზე 3 ადამიანია დახატული. 1 წლისა რო დახატო, მე რაღაც იზავ. ოღონდ ვინ იყო მაშინ ლაპარაკი არ ვიცოდი და ვერ უთხარი ხალხს და დღემდე შენახული მაქვს ეგ წიგნი. და იმის მერე სულ ხატავ ადამიანებს. გაუცდებიან თუ გაიგებენ რომ ეხლა რო სერიალებში რო უცეში რო უცებ და კალი ვარ ან მაიმუნი ვარ ან გაუცდებიან თუ გაიგებენ რომ მოიცა ხო დავფიქრე რაზე გავაოცო ეს ხალხი გაუცდებიან თუ გაიგებენ რომ ნაშვილები ვარ არა ეგ ვინ გაუცდება ოჯახში თუ გაუცდება და ეჩემდა მამაჩემ გაუცდებიან არ ვიცი აბა რითი გავაოცო მე მინდა რომ გაუცდებიან სოფლიო მინდა გავაოცო თუ გაიგებენ რომ მე მაქვს სურვილი რომ გავაოცო სოფლიო რა ფილოსოფია ჩავაქსოვე ხუთ ბალიანი სისტემა თუ ვაფასებ ბევრ ამის ვაფასებ ზოგადად ალბათ ადამიანში გულისხმობ ხო აი ხშირად გამიგონია სიკეთის კეთება არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანში და ვაფასებ იმ ადამიანებს ვინც აკეთებს სიკეთეს ოღონდ როგორ სიკეთეს იცი აი მე შე რო გაიკეთე გახსოვს გუშინ სიკეთე აი ხო რა ტვინს რო წაიღებენ და აღარ მინდა ეგეთი სიკეთე აი ქვაზე რო დადებენ და რო გაივლიან და აუცილებლად რომ დაუბრუნდებოდ აი ესეთ სიკეთეს ჩუმს და არა ისეთ ყვირილიანს რომ კამერები დამწამოთ ნახე მე აი იმ ადამიანებს ვისაც სჭირდება დახმარება რა გაუკეთე აი ესეთ ჩუმს და რო გააკეთებ აი ესეთ სიკეთეს ვაფასებ ჩემთვის წარმატება დაიწყო აი იცით როგორ არის ჯერ არ ვიცი წარმატებული რა გიღე ხა თქვენთან ვარ წარმატებული უნდა ვიყო ცოტათი მაგრამ ალბათ მაშინ რომ მე გადავწყვიტე მე უნდა გავხდე მხატვარი და რაღაცას მივახციო ის არ მიფიქრია რომ ცნობილი მხატვარი არც მეც ეგაც და იქიდან რომ მე დღე და ღამე ვხატავ აი წარმოიდგინეთ გადავწყვიტე რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვხატო და ალბათ შრომის შედეგია წარმატება დამიჯერეთ რომ შრომა რო არ იყოს და 1-2 კოხორასავით გამოჩდე სადაც ტელევიზორში რაღაცა მაიმუნობა თქვი და ცოტა ხანში ეგრევე დაგივიწყებს ხალხი წარმატებული ადამიანები ვინც არიან დიდი ადამიანები ხო იმათი წარმატება დაიწყო შრომით რომ თქვენს რომ მე უნდა ვიშრომო დღე და ღამე გავასწორო წარმოიდგინეთ მე ერთი დღე რო არ ვხატო ერთი კვირა მჭირდება რომ იქამდე ისევ დაუბრუნდე იმ დონეს რა დონესაც ვგრძნობ რომ ხატავ ამიტომ მუშაობ და ყველაფერს იმაშვენ ჩემი წარმატების ფორმულაც ეგ არის ის რომ მე სალვადორ დალი თქვა ხატვარო ხატე და იმ ადამიანებს ვინც ახლა ამას უსმენს თუ გინდათ რომ იყოთ წარმატებულები იმუშავეთ ძალიან ბევრი ჩემი მიზანი არის ჩემი მთელი ცხოვრება დაუკავშირე ბავშვებს ამ ბოლო ხანებში 10-12 წელია ეგრე წამოვედი სტუდია ცენტრი ბავშვების გარემოცვა და ჩემი მიზანია რომ უფრო ბევრი გავაკეთო და მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის იმიტომ რომ წეღანას თქვი ეს არის ჩემი ქვეყნის მომავალი და ბევრ რამეს ვიზამ ამ ჩემი ბავშვებისთვის მაგრამ მარტო გრძნობ რომ ვერ ვაკეთებ შენი დახმარებაც მჭირდება შენიც იმის და მთელი ჯარი როცა ვიქნებით ყველაზე მთავარი კომუნისტებს ჰქონდათ
ერთ-ერთი საუკეთესო ლოზუნგი. ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს. დანარჩენი არ ვიცი რა ქონდათ, მაგრამ აი ეს არის ჩემი მიზანი. საზოგადოებამ და იმ ხალხმა, ვისაც უყვარვარ თუ არ უყვარვარ და ერმა და მომავალმა ამ ქვეყანაზე არაფერი არ იშლება, მინდა დავიმახსოვროს როგორიც ვარ. დიდი ხანია 20 წელია წვერი არ გამიბარსავს და თმები მაქვს და აი ესეთი მინდა რომ დამიმახსოვროს. და ეს რატომ მაქვს თავისი ისტორიები აქვს, წეგან რემბრანდტიც ვახსენდა, ლეონარდო და ვინჩიც და ბევრი წმინდანიც და არ მიხსენებია წმინდანები. ადამიანი ხო ვიღაცას ბაძავს და ასე შემდეგ. უნდა რომ კუმირი თუ როგორ ქვია ხო? აი ჩემთვის დიდი ადამიანი ლეონარდო და ვინჩი. და მაგის გამო მაქრძელი თქვენი წვერები. ის კი არა, აი ფანქრით რო დახატო, აუცილებლად უნდა კონდეს წვერი. ხო და მეც მაქვს წვერი, მეც რო დავხატო. ფანქარს მივეხმარო. ეს ცოტა იუმორი მოვიშველიე. ხო და მინდა რომ დამიმახსოვროს ისეთი, როგორიც ვარ.